საპენსიო დანაზოგების გადახდის ახალი წესი და კითხვები, რომელიც ბიზნესს აქვს 15 ივნის ბიზნეს შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით მოუწევს ასახო საპენსიო შენატანიც, ცვლილება, რომელმაც პროცესი გაამარტივა ბიზნესისთვის გამოწვევაც გააჩინა ახალი წესით და დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება დაჯარიმებას ითვალისწინებს, ამასთან ბიზნესს არ შეუძლია ჯარიმის გარეშე დეკლარაციის დაზუსტება. კერძო სექტორში პრაქტიკას იშველიებენ და აცხადებენ, რომ კორექტირება ყოველთვის არის საჭირო და ამ ცვლილებებით ფაქტობრივად ბუღალტრებს შეცდომის დაშვების უფლება აღარ ეძლევა. ბიზნესი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია მათ შეეძლოთ დეკლარაციის კორექტირება დაჯერიმების გარეშე. ამასთან გამოწვევა წინა წლების მაკორექტირებელი დეკლარაციის წარდგენაც. გასშეცვლის დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაზე კონტროლის გამკაცრება და რა პასუხები აქვს ბიზნესის კითხვებზე საპენსიო ფონდს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო გიორგი, სანამ თემას დეტალურად გადავიდოდეთ, პირველ რიგში მინდა გითხოთ, არის თუ არა მიღებული გადაწყვეტილება რაიმე ტიპის 15 ივნისიდან უკვე დაიწყება თუ არა დაჯარიმება, ასე ვთქვათ, თუ რაღაც პერიოდი იქნება მაინც ბიზნესისთვის, სადაც მათ ჯარიმის გადახდა არ მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის დახურვა ვერ მოხდება. მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, მინდა იმ დადებით ცვლილებაზე ვისაუბრო, რომელიც ტექნიკურად დღეიდან ამოქმედდა. კანონში ცვლილებებიდან გამომდინარე 2025 წლის 1 მაისის განაცემებზე საპენსიო შენატანების დეკლარირება მოხდება საშემოსავლო დეკლარაციის საშუალებით. შესაბამისად, ჩვენ ინფორმაციას მივიღებთ შემოსავლების სამსახურიდან, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელებმა გაითვალისწინონ დეკლარაციის წარდგენა არის ერთი ეტაპი და შემდგომი ეტაპი არის, როდესაც ჩვენ სისტემაში, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების სისტემაში განათავსონ საბალანსე თანხები, რაც მას შემდგომ ავტომატური დახურვა მოხდება. ეს არის ძალიან პოზიტიური ცვლილება, რასაც ჩვენ ბიზნესთან შეხვედრის დროს ბიზნესი აყალიბდებოდა თავის მოთხოვნას და კანონმა გაითვალისწინა და დღეიდან ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლია წარმოადგინონ დეკლარაცია, სადაც იქნება ასახული დეკლარაციაში 2%-ის ოდენობით დასაქმებული სასარგებლოდ, ასევე დეკლარაციის ბოლოს ჯამური 4%-ის ოდენობის თანხა იქნება მითითებული, რომელიც უნდა განათავსონ საბალანსე ანგარიშზე. საბალანსე თანხაზე ანგარიშის განთავსება არის ძალიან მარტივი, საბანკო ტრანზაქციით შეიძლება კომპანიამ გადმორიცხოს ჩვენ ბანკებში გახსნილ ნომინალურ ანგარიშზე და შესაბამისად ავტომატურად მოხდება დეკლარაციის დახურვა. ბატონო გიორგი, სავადო თარიღი საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის არის 15 რიცხვი. 15 რიცხვში თუ ჩვენმა სისტემამ აღიქვა, რომ დეკლარაცია ვერ დაიხურა ბალანსის არ ქონის გამო, ეს ექვემდებარება დაჯარიმებას ამ შემთხვევაში და ეს კერძო სექტორთან გავლილია. ანუ 15 ივნისიდანვე ჩაირთვება, ხო რაღაც პერიოდი არ იქნება, თქვათ 1 თვე, 2 თვე, ისეთი მოცდის. 15 ივნისიდან ეს დეკლარაციის არ დახურის შემთხვევაში ეს იქნება ჩართული, რა თქმა უნდა და შესაბამისად ასევე 15 ივნისის შემდგომ თუ ვერ მოხდა დახურვა დეკლარაციის, საურავებსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა და საურავი დაეკრისება იმ კონკრეტულ დღეებზე ან დღეთა რაოდენობაზე, რომელზეც ვერ მოხდა კონკრეტული შენატანის განხორციელება. რაც შეეხება დაზუსტებას და საშემოსავლო დეკლარაციის კორექტირებას, აქ უკვე ჩვენ წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ასევე შევხვდით ჩვენ ძალიან ბევრ დამსაქმებლებს, საფინანსო წარმომადგენლებს და ბუღალტრებს და უახლოეს დღეში კანონის პროექტი მომზადებულია და ბოლო დეტალებს განიხილავს და უახლოეს დღეში გახდება ცნობილი. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან პოზიტიური ცვლილება იქნება ამ კანონის ცვლილებით, რადგან ჩვენ გავითვალისწინეთ, რა თქმა უნდა, მთავრობამაც და ჯერი უკვე პარლამენტზეა, რადგან პარლამენტმა უნდა წარადგინოს და დაამტკიცოს ეს კანონის პროექტი, კერძო სექტორის მოწოდება, რომ კორექტირება დაჯარიმებას არ დაექვემდებაროს. შესაბამისად, უახლოეს დღეებში ჩვენს გავაცნობთ კერძო სექტორის ამ ცვლილებას, როგორც კი პარლამენტში წავა. მაგრამ ანუ მზად არის ხო საკანონმდებლო პაკეტი უკვე, ანუ ნამუშევარია, შემუშავებულია, ინიცირება დარჩა მხოლოდ. რა თქმა უნდა, ინიცირება დარჩა და ბოლო დეტალების დაზუსტება თუ როგორი საბოლოო სახით წავა პარლამენტში.
ამიტომ დეტალებისგან თავ შევიკავებ, რომ დავაზუსტო, მაგრამ პოზიტიური ცვლილებებისკენ რო არის მიმართული, აუცილებელია თქვათ, აღვნიშნოთ ამის თაობაზე, მაგრამ ერთი ფაქტორი, რაც მონაწილის ინტერესს აუცილებლად ითვალისწინებს და კერძო სექტორს ამაზე კითხვის ნიშანიც არ ქონია, საურავის ნაწილი აუცილებლად რჩება, რადგან ეს თანხა, რომელიც არ მოხდა იმ მომენტში დეკლარირება, ან რაღაც მიზეზის გამო ვერ მოხდა პირზე დადეკლარირება, მაგალითად თუ მოხდება ჩასწორება და 2-3 თვის მერე დეკლარაციაში გამოჩენა ამ ადამიანზე მოყოლებული იმ დღიდან თუ როდის მოხდა მასზე განაცემი, უნდა მოხდეს საურავის ანუ დაჯარიმება არ იქნება და საურავი მაინც იქნება, ხო? ანუ ამას გულისხმობ. დიახ, საურავი რა თქმა უნდა დარჩება, რომ მონაწილის ინტერესი გათვალისწინებული იყო. ამის მიზანი ის არის, რომ ეს ამ ადამიანის კონტრიბუცია უნდა მოხდარიყო ფონდში, რომელსაც ერიცხება თანხა, ამონაგები და არ მოხდეს მისთვის დანაკლისი. შესაბამისად, ეს ნაწილი რჩება. ანუ კერძო სექტორს რაც ჰქონდა ძირითადი საკითხი, რაზეც ჩვენ შემოსავლების სამსახურთან ერთადაც მუშაობდი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ეს ნაწილი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული და შესაბამისად უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ ამის თაობაზე კანონპროექტს და ინიცირებას გავუკეთებთ კერძო სექტორს. კი ბატონო, კიდევ ერთი ნაწილი, რაზეც სხვათა შორის გამარტივების ნაწილში იყო, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე პირადი ნომრის ჩაწერის შემთხვევაში უნდა გამოჩენილიყო არის თუ არა პირი ჩართული საპენსიო სქემაში. დღესდღეობით როგორც კერძო სექტორში ამბობენ, არ ჩანს და ბუღალტერმა ცალკე უნდა გადაამოწმოს სააგენტოში, ასე ვთქვათ და ეს ხარვეზია გამოსწორდება თუ ამასთან დაკავშირებით რა ხდება, ხო, როგორ გეტყვით ინფორმაცია ხომ არ გქონთ? მოგახსენებთ, ეს არ არის ხარევზე, ეს არის უფრო შინაარსობრივი საკითხი, რადგან აქ საქმე ეხება პერსონალური მონაცემების გადამოწმებას და რაც შეიძლება საჯარო არ იყოს ესე. ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს პერსონალურ მონაცემთა სამსახურთან, შესაბამისად ამ საკითხზე მუშაობთ, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყო, რომ დეკლარაციის წარდგენის დროს თუ პირის სიაში არ არის, ეს სისტემა როგორც ჩვენთან ჩვენს საპენსიო დეკლარირების სისტემაში იყო, ეს სისტემა უწითლებს ამ ადამიანს და არ მოახდენს ამ ადამიანზე დადეკლარირებას. ამიტომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ამის გადამოწმების საშუალება არის, მაგრამ ესე საჯაროდ, რომ ნებისმიერ პირს შეეძლოს ნებისმიერი პირის გადამოწმების შესაძლებლობა სქემაში არის თუ არა მონაწილე, აქ მივდივართ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხთან და ამას უფრო შეიძლება დაჭირდეს ნორმატიული აქტების საკანონმდებლო ცვლილება და ასე შემდეგ. რაზეც მუშაობ და ეს საკითხი დიდი ხანია კერძო სექტორისგან დასმულია და ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული ამაში და ვმუშაობთ. ბატონო გიორგი, ძველი პერიოდის კორექტირების ნაწილსაც რომ შევეხოთ, რა დრომდე შეუძლიათ დაკორექტირება წინა წლის დანაკლისების და რამდენო კომპანიამ მოახდინა უკვე თუ არის ეს მონაცემები თქვენთვის ცნობილი? რაც შეეხება 2025 წლის 1 მაისამდე ძველი დეკლარაციები რჩევა იმავე სახით როგორც არის, ჩვენ აქაც გავამარტივეთ მათი მოთხოვნა კერძო სექტორის და მაგალითად ერთი წლის შედარებაში გულისხმობთ, რომ შეუსაბამობა აღმოჩენა შეიძლება შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის განაცემსა და ჩვენთან დეკლარირებულ შორის განაცემს შორის რამე შეუსაბამობის დეტალის და აქ უკვე ჩვენ წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია შემოვიტანეთ, როდესაც ერთი მაკორექტირებელი დეკლარაციით შეუძლიათ წარადგინონ ნებისმიერი ცვლილება და ნებისმიერი მონაწილის მიმართ მოხდეს გასწორება. ეს არის ღია, ყოველთვის შეიძლება ამის გამოსწორება, თუნდაც საშემოსავლო დეკლარაცია იყოს ხანდაზმული. რაც შეეხება კერძო სექტორთან საუბრისას, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ხანდაზმულობა საპენსიო დაზუსტება ხო არ ითვალისწინებს ჯარიმას, ბატონო გიორგი? არა, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებთ. ძველ შემთხვევაში აქ დაზუსტება, კორექტირება არ არის ჯარიმის საფუძველი. შემოსავლებისთან განსხვავებით ჩვენთან ხანდაზმულობა ვერ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება მონაწილის შენატანს ჰქონდეს ხანდაზმულობა. ის არის მისი საკუთრება და მასზე ყოველთვის უნდა განხორციელდეს და ჩვენი სისტემა ამის შესაძლებლობას ყოველთვის აძლევს. აქ ასევე კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ მარტივი დეკლარირების საშუალებით განახორციელონ და მონიტორინგის სისტემა, რომელიც 2024 წლის 1 ივნისიდან საპენსიო ფონდს გადმოეცა, აქაც ითვალისწინებს, რომ ჯერ ჩვენ, როდესაც შეტყობინებას უგზავნით მონიტორინგის დაწყების თაობაზე, აქვე ვაძლევთ კიდე დამატებით ერთ თვეს, რომ შესაძლებლობა ქონდეს ყველა შეუსაბამობა აღმოფხვრას. ერთი თვის მერე იწყება მონიტორინგი, შემოწმება, რაც გულისხმობს, რომ თუ ამ ერთ თვეში
როცა ჩვენ შევამოწმებთ, არ გამოასწორა, ამ შემთხვევაშია ჯარიმა. ჯარიმა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში და აქ საურავი არ არის ძველ პერიოდზე და თუ კიდევ ჯარიმის შემდგომ არ გამოასწორა მისი ვალდებულება, რა თქმა უნდა ჩვენ მონაწილის ინტერესი რომ გავითვალისწინოთ და მათი შენატანები დავიცვათ, შემდგომ გადაეცემა აღსრულების ეროვნულ სააგენტოს. ამიტომ ამ ძველ ნაწილში სრულად გათვალისწინებულია ტექნიკურ ნაწილში ადმინისტრირების კუთხის დამსაქმებლის მოთხოვნები და მონაწილის ინტერესი. ბატონო გიორგი, თუ გაქვთ მონაცემები ჯამში რა ხელა დავალიანება კომპანიების დასაქმებულების? დიახ, მაგრამ ჯამური თანხის ოდენობისგან თავს ვიკავებთ ხოლმე, გამომდინარე იქიდან რომ ეს კერძო სექტორს ეხება, ათეული მილიონობით არის დანაკლისები, რომელიცაც კომპანიებმა უკვე დაიწყეს, შემიძლია ვთქვა გასწორება, ჩვენ ამდენიმე ასეული კომპანია უკვე შევამოწმეთ, არის პროცესი მიმდინარეობს, როდესაც პროცესში ხდება კორექტირებები დეკლარირებების, ასევე გვაქვს შემთხვევები, როდესაც დაჯარიმებების შემთხვევები და გვაქვს რამოდენიმე თითოეული შემთხვევა, როდესაც აღსრულების ეროვნულ სააგენტოს გადავეცით. კიდე გავმეორდები, რომ ჩვენ ეს ფუნქცია შარშან 2024 წლის 1 ივნისიდან გადმოგვეცა და აქ ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ სისტემების ადმინისტრირების ნაწილიც დავაჩქაროთ და მივაწოდოთ დამსაქმებელს, რომ მარტივად შეძლონ ამ აღსრულება. შესაბამისად პროცესი გაშვებულია, კომპანიებიც ინფორმირებულები არიან და ნელ-ნელა ეტაპობრივად ყველა კომპანიას რა თქმა უნდა მოუწევს თავისი ვალდებულების შესრულება. ბატონო გიორგი, ჯამში ეფექტი რა უნდა იყოს ამ ცვლილებების? თქვენ როგორ უყურებთ, მიზანი, ასე ვთქვათ, ცხადია ჯარიმები წესით არ არის, მიზანი სხვა უნდა კონდეს ამ ცვლილებებს და ახალ, ასე ვთქვათ, წესებს კომპანიებისთვის მათ შორის. ჯამში რა ეფექტი უნდა მიიღოს საპენსიო სააგენტომ, დამსაქმებლებმა, დასაქმებულებმა, ასე ვთქვათ, ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით რას ველოდებით? უმთავრესი ჩვენი პირველი მიზანია, რომ ჩვენ შესაძლებლობა გავუხსნათ ყველა დამსაქმებელს, რომ დასაქმებული სასარგებლოდ განახორციელოს კონტრიბუციები. ჩვენი კანონის და ჩვენი მიზანია, რომ მონაწილის ინტერესი არ დაიღოს. აი ბოლო ცვლილებებიდან გამომდინარე, რასაც ემსახურება საურავი, მაგალითად და საშემოსავლო დეკლარაცია და ინტეგრირება, ეს არის, რომ ყისიერად დეკლარირების დროს მოხდეს ჩვენ სისტემაში თანხების აკუმულირება და თანხის ფონდში შეტანა. თანხის ფონდში შეტანა ნიშნავს, რომ მონაწილეს უკვე მიკუთვნებული აქვს თავისი შესაბამისი კონტრიბუციის წილი და ის უკვე ინვესტირებულია. ეს არის მთავარი მიზანი, რომ მონაწილემ არც ერთ დღეს არ დაკარგოს მისი თეთრი. საურავიც ამას ემსახურება. ასევე ამ კანონში ცვლილებებთან, რაც უახლოეს დღეში გახდება ცნობილი, ჩვენ შეიძლება საპენსიო სააგენტოსაც გაეგზარდოს მანდატი მონიტორინგის, რაც გულისხმობს, რომ გარდა შემოსავლების სამსახურის დეკლარირების სისტემისა, თუ ჩვენ მოგმართან არაგეგმიური მონიტორინგი განხორციელდა, საპენსიო ფონდს ქონდეს შესაძლებლობა, რომ თვითონ მოიკვლიოს, დამსაქმებელსგან მიიღოს ინფორმაცია, ან დასაქმებულმა მოიწეროს ჩვენთან და განაცხადოს პრეტენზია, რომ არ განუხორციელეს მას საპენსიო შენატანი და ამ შემთხვევაში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ მოკვლევის საფუძველზე დავადგენთ დამსაქმების ბრალეულობას და შესაბამისად გავუხსნით დეკლარაციის. აქამდე შემოსავლების სამსახურს ჰქონდა ეს ნებისმიერ დროს. აქამდე შემოსავლების სამსახური აკეთებდა მონიტორინგს ამ ნაწილში. დიახ, 2024 წლის 1 ივნისამდე იყო შემოსავლების სამსახურთან. 2024 წლიდან ჩვენ გადმოგვეცვა ეს სისტემა, 1 მაისამდე რჩება ყველა ძველ დეკლარირებულ სისტემაზე ჩვენი მონიტორინგის სისტემა და 2025 წლის 1 მაისიდან, ანუ უკვე დღევანდელი დღიდან წინა თვის განაცემებზე ეს სისტემა იქნება სრულიად ავტომატიზირებული. დეკლარაცია თუ წამოვიდა, მაგრამ ბალანსის გამო ვერ დაიხურა, ჯარიმას ექვემდებარება და საურავს და შესაბამისად შემდეგ გადაეცემა აღსრულებას. ანუ ეს ჩვენი ჩარეულობა აქ მონიტორინგი აღარ იქნება, ნაკლებად იქნება ძალიან შემცირებული, რადგან სისტემა უკვე ავტომატურად შეხედავს ვისზე მოხდა დეკლარირება და არა და ასევე საურავებს დაარიცხავს. ანუ ამისთვის ჩვენ მზად ვართ
ყოველდღიურად შემოსავლებთანაც გვაქვს კომუნიკაცია და ეს სისტემა გამართულად იმუშავებს 15-დან, როდესაც უკვე საბოლოო ვადაა. ბატონო გიორგი, და შეჯამებისთვის ცვლილებებს რაც შეეხება, დაახლოებით რა პერიოდ შეიძლება ამოქმედეს, გასაგებია რამდენიმე დღეში იქნება სიახლე ინიციატივასთან დაკავშირებით და ჩვენც გავიგებთ კონკრეტულად რა წერია, მაგრამ რა ვადებს უყურებს უკვე პარლამენტში მისი ინიცირება და დამტკიცება დაახლოებით მოესწრება თუ არა ამ სესიის დახურვამდე საგაზაფხულო. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ასევე პარლამენტთანაც არის, როგორც ვიცი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კომუნიკაცია, ვცდილობთ რომ ამავე სესიაზე მოესწროს და ასევე მიდის განხილვა სამართლებრივად რამდენად შესაძლებელი იქნება რომ უკუძალა კონდეს თუ მაგალითად საბადო თარიღამდე ცვლილება ვერ განხორციელდება. საბადო თარიღი როგორც აღნიშნეთ არის 15 რიცხვი. კი ბატონო, მადლობა ბატონო გიორგი ჩართვისთვის, ინფორმაციისთვის, საპენსიო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე იყო ჩვენთან ერთად პირდაპირ ეთერში.